პარაწორჭიმი, აკაკი ჯინჭარაძე, ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ერთ-ერთი უძლიერესი პარაათლეტი, რომელიც სოფლიოს რეიტინგის ერთ-ერთი ლიდერია, მისთვის მესამე პარალიმპიადა იქნება და ის იქნება ჩვენი ეროვნული ნაკრების მედროშე. აკიო ვიღაც მეთქვის. შენ როგორ ახარ? დაიხარე, მადლობა. მაგრად. ენაცვალე. ეს ჩვენ რო გვატარებდა ვარჯიშზე ადრე არ გახსოვს? ადრე სანამ მივახცევდი ამ შედეგებს და იმათ ტაქსით დავდიოდით რა შეჯიბზე. ძალიან სირთულე და წვალება გავიარეთ რა სანამ ამ ოქროს მედლებს ავიღებთ. ხო და ეს ადამიანი ხარ რო დაგვისიგნალა, ერთ-ერთი ტაქსის ძღოლი იყო. ჩვენ გვატარებდა შეჯიბზე ვარჯიშზე. საიდან გვიცნო, ალბათ ნომერი წაიკითხა მანქანა ის. ტრავმების შემდეგ და ოპერაციების შემდეგ მაინც სტრესული მდგომარეობა მქონდა, მაინც სახში ჩაკეტილება, სიგარეტის მოწევა, დალევა, ესეთ რაღაცები. მე ამ რას გამოჩნდა სპორტის სახეობა, მაგის მერე სულ შეიცვალა ჩემი ცხოვრება, საერთოდ გადატრიალდა და თავიდან დავიწყე ყველაფერი და არავინ არ არის დარბაზში? ჩემთან მოვიდა ჩემი ნათესავი ირაკლი ბაღათურია და რაღაცა მოტყუებით გამიყვანა სახლიდან და გზაში მითხრა რომ ჩამოვიდა ჩვენი ნათესავი საჭედაო და საგულში მატკირო წავიდეთო მივედით ანუ იჭიდავა იმან მაგრამ სინამდვილეში მან კი არ მოგიყვანებოდა და მომატრიალა და მივედით მე იქვე იყო ის კომიტეტი პარაოლიმპიურის მიყვანა გიორგისთან წასიწესთან უცბად რომ დამინახა ფიზიკურად მაინც ესე ვიყავი რომ ძვალსხვილი და თვალში რო ვეპიტნავე რაღაცნაირად რენტგენში გამატარა და დამელაპარაკა შაბათ-დღეს დაიმბარა, მივედი დროზე ადრე რა თქმა უნდა და ეს დეიწონები უნდა ვწიოთ. ძალიან. უზარმაზარი. და პირველი ვარჯიშზე ესეთი რაღაც გაუბედურებული რო ვიყავი, მაინც 100 კილო ავწიე რა იქ და გაგიჟდა ჩემი ტრენერი. შემეხვეწა რომ მოდიო რა არ გაასწინო და დაიწყეო ვარჯიშიო და 2015 წლიდან დღემდე ერთი ვარჯიში ჩაგდებული არა გვაქვს და ვარჯიშობთ ერთმანეთს როგორ აი შევერწყეთ ისე რომ იდივესო მოგვიმატე წონები და დავღუნოთ შტანგი. ეხლა ასაძე გავხურდებით, შემდეგ 140, 170 და შევუტევთ 200. ჩერდებით 200-ზე? არა, მე ვიწყებთ ნამდვილ ვარჯიშს. აჰა. 2 3 მათე წონებს ვერ გავხურდი. 70. 2 3 ეს ახლა არის 190 კილოგრამი და ამას უკვე გახურებით გავაკეთებთ 3 აწევა და პრინციპში ეს სამივე საშეჯიბრო პაუზა გამოვიდა. ორი, სამ. კაია. 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 სულ აქტიური ცხოვრება მქონდა. სიმაღლეზე მუშაობდი და სულ როგორც ობობა ისე დავცოცავდი ყველგან და
ტრავმა დავემართა 2012 წელს. ცისქვილს ვამონტაჟებდით რაღაცა საცავში ჩავარდი. 25 მეტრა იქნებოდა და დავეცი ბეტონზე პირდაპირ ფეხებით. ანუ არც თავი არ დამეტყვი, არც არაფერი, არც გავთიშულ ვარ. თან ემალის საცავი იყო და შეგით ხედავდი ჩემ თავს რო ვარდებოდი, ჩემი თავი ჩანდა. თან დაბლა ვიყურებოდი, თან ჩემ თავს ვიყურებდი. ანუ 12-მა გაიარა მაგ დროს რა და მაგრამ წამების ამბავი იყო და ვერ წარმომედგენა რომ ცოცხალი გადავრჩებოდი, მაგრამ ჩემ თვალწინ რაღაცნაირად აი შვილების ის სურათი დამიდგა რა, მაშ პატარები იყვნენ რა, 5 წლის და 6 წლის. რო დავეცი, ვეცადე მეთქი თან დავწევი მეთქი, მაგრამ ისე დარტყმა იყო. ვერ დავარდი და არ გავთიშულ ვარ და იმ წამს ანუ ვგზნობდი რომ უკვე всё, ანუ ვეგზნობდი ხელებს ვიკიდებდი და ვერ ვიბრძენი ფეხები. დამთავრდა, როგორც დამთავრდა ისე რა ვიცი. შეიძლებოდა 2000 დამთავრებული იყო, მაგრამ რაღაც არსებობს და გადამარჩინა რა. მოდი. აი. ზე სიგარეტს მოვუკიდე, წამონ დაგანგირო ფეხბურთში. ვერ დაუ. Vamos, შევნაკეთა. სადგამით. არის თვლება ბესოს. ერთხელ დამისიზა რომ ვითომ ფეხბურთს თამაშობდით უბანში. თამაშობდა რომ მოდიოდით ხოლმე სულ ფეხბურთს თამაშობდით 15-12 საათამდე აქ უბანში. ისე არ იყო რაღაცა ზედაპირული რაღაც შორიდან სიზმარი და რაღაც ანუ აქტიურად შეგრძნება იყო ისე აი კარში რო ურტყავდი და ფეხბურთს თამაშობდი და იგი იყო ეგეთი რაღაცა იყო ერთხელ. ანუ იმის ნიშანია შეიძლება რომ გავიარო ფეხზე ხო? აჰა ჩვენ მთელი ცხოვრება რაც ვარჯიშობთ მივდივართ გრაფიკის მიხედვით. არ მიყვარს გადახვევა, გადმოხვევა. თან ზოდიაქოთი ქალწული ვარ. ხო. აიდან. ეხლა შენ მაიმუნები არ ვარ? შენორით კი. მაიმუნი. ეხლა ესე? ძალიან ესეთი რთული პერიოდი გავიარეთ და რა ვიცი, დღეს ანუ ღმერთი არსებობს და ეს ამბავი რო გამოჩნდა ეს მოძრაობა, პარაოლიმპიური კომიტეტი, ძალიან შეიცვალა ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში და ეგ რო არა საიქნებოდი სახშაგედილი. გამარჯობა. იმა როგორა? ცარციანი. ნებავთ შესაძლებელი. არა. Mira por qué la tiene. Ahora se nos da otro. Ya pasar mata también de moque pa. Cuando va. Tizamia შეიძლება მოდუნება უნებრივია. ძალიან კარგად იცის ორივე სპორტსმენმა, თizamia დარჩენილი აქ ყველაფერი როგორ ჩანს. დამატებით დროში უნდა გადაწყდეს მოდეს მოვიმოჩს. ორივე როგორ აკონტროლებს სტილობს რომ აი გადავლებებზე განსაკუთრებით აი ტატუები და აგდავში დავჭით ჩვენ გადავჭით ახლა ძალიან მოულოდნელად გამოვართ აკორეელმა ფეხი ახლა გრიგალაშიც დამატებული წუთი დაიწყო აი ხლა მიდი არა, რაც მინდა ყველაფერს ვაკეთებ დამოუკიდებლად. რავი, რაღაცა მიუღწეველი არაფერი არა ჩემთვის. ერთი მიუღწეველი შეიძლება ოლიმპიადის მოგება იყოს ჩემთვის და ესეც უნდა მოვიგო ახლა. ძალიან მოდუებულები ვართ რავი. მედია მოვიგო. აია, ბოლომდე? სამჯერ წავიდა. ოჩა ვიცი ძმი. 70? ჩემ თავს კიდე მინდა დავამტკიცო, რომ სანამ ამ ოლიმპიადას არ მოვიგებ და მსოფლიო ჩემპიონი არ გავხდები, მანამდე უნდა ვიყო ამ სპორტში.
და იმედია ეგ მალე მოხდება და ჩვენ რავი ყველაფერს ვაკეთებთ მაგისთვის და თავს არ ვზოგავთ. უკვე ის ეწონებზე ვართ ასულები, რომ რა ვიცი. ნებისმიერ წამს შეიძლება რაღაც ტრავმა დაგემართოს და კაია, ერთით. კაია. დუბაიში ვიყავით ერთ-ერთ შეჯიბრზე და მანდ იყვნენ ჩემი წვნელის შვილიც და ილიაც, ნიცა და ილია იყვნენ და არ მესმის შეჯიბრზე რომ გავდივარ და ვიღაცა რომ ქომაგობს და რაღაცა და ნიცას ყვირილი მესმოდა ყოველ შესვლის დროს შტანგაზე რომ შევდიოდი მარტო ნიცას ხმა ისმოდა იქიდან აწი და იმის მერე სულ ჩვენთან დადიან შეჯიბრზე და როგორც თილისმები ისე არიან. ყოველი ვარჯიშის შემდეგ ეს ფეხებზე ტკივილები და ის მოდის რა იმპულსები მაინც გადასცემს ამ ხელაწონებზე რო ხარ და ექიმმა მითხრა მაშინ ქირურგმა როცა ოპერაცია გამიკეთა ფეხები გზნობაო ტკივილებით მოვაო და გიხაროდესო რომ აქტიურია ფეხები ეს საშნელი ტკივილები არის რა ვიცი მიხაროდეს თუ უნდა ვტიროდე არ ვიცი და გაუსაზლისი ტკივილები ის Akaki Jincharadze from Georgia. He's been given it 155 kilos. In the lead in Georgia we do! We do in this final round! Goes into the gold medal. He's got it raised. 2-3-2 for Georgia! Right at the end of that lift, which is not... He's got it, good lift, 3 wide lights. He made sure this time. Jincharadze, all the twos. 222 medal position. Akaki Jincharadze! მაგას ვიძახი რომ ორი გადახვევა მოგიწევთ მაქსიმუმ. წავიდა. გამოვხედე. სტოპ, თითქოს დარწმუნებული ვარ რომ გვაქვს. აბა წარმატებული ასპარეზობას. ეს დაიჩებულია ხოლმე გავასწავლე. ბოდე. ტიქსელა რა გვარია ტიქსელაშვილიო? ო, გვარის იმას განდელა. 245-ია. Gabrazi. კაია ბიჭო. ეს არის, ხო იცი? მედლის მონტანი წონა ეს. მოვიმზადოთ. Sat! Hoca. Kay. ოჩა. აგარია. კარი მიხარ. არა, ძალიან ცხელა რა, ეხლა ეს აგდებს თუ აი ატონეზე. ეხლა ჯობია ჩასწრული ზონა იყო, მაგრამ აი სულფარ უჭირს სული. ანუ ეხაც იგივე მჭირს, აი ჰაერია.
ააწყვეთ ძმა 250 ააწყვეთ თუ გინდა. სად არის დაგინიავებთ რა იმან. ვა, რა კაია. ეს საფრანგეთში მე ხო იცი გიო მულენ რუჟის თემაში. ჰაირი არ ყოფნის არა? თავი ეგრევე გაუშვა. 1 2 3 ოჩა. მაგარია. რო ფეხზე დავდგე. ფეხზე უნდა დავდგე აუცილებლად რა. იმიტომ რომ არის მაგის შანსი და იმპულსები წამოვიდა და ოდნავ გრძნობელობას წამოვიდა და იმედია დავდგები. ავედი. ამას სიგნალიც აქვს, როდასინი ხარ. ძალიან მაგარია. წინ გამარჯვებისკენ. ამენ. აი ხედავთ აკაკის ოლიმპიური პარაოლიმპიური თამაშის პრიზიორს ჩვენს პარა ძალოსანს აბა წარმატებები აკაკის 250 კილოგრამი ხედავთ თავიდან 258 კილოგრამს ფიქრობდნენ შემდეგ მოუმატეს ჩვენებმა აკაკი ჯინჭარაძე ქვე გიორგი წასიდე და ზურაბ კახაბრიშვილსაც მოვკარი თვალი ჩვენს აკონტროლებ ყველაფერი გამორჩეულ პროფესიონალს თავის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია ხა მესამეც დაგახლავთ აკაკის ბრინჯაო გარანტირებულია შეგახსენებთ. ნახოთ იქნებ ვერცხლის გამოვიდეს. Start. ოჩახ აკაკი 250 კილოგრამი არანაირი კითხვის ნიშანი არც ერთ ფსაჩს არ გასჩენია 250 კილოგრამი ყოჩახ ბრავო საუკეთესო შედეგი Oçak akak, oçak.